ჩემს აივანზე ვარ. ეს ჩემი ყვავილებია. მაგრამ რატომღაც სურნელი არ აქვთ. ღმერთო, როგორ ლამაზად ქმნი ყველაფერს. ეს მართლაც საოცარია. ყველგან ღვთის ხელი იგრძნობა. აი იქ, ქვემოთ ვსეირნობ ხოლმე. ორი ხეივანია. ერთში ადგილობრივი ებრაელები გიჟებივით დაკრიან, ხოლო მეორეში უბრალოდ სეირნობენ. მეც ახლა იქით წავალ. მიუხედავად იმისა, რომ სრულად ებრაელი არ ვარ, ამ ხეივანში სეირნობა მეც შემიძლია. მინდოდა მეყიდა ყვავილები, რომლებიც სადღაც ზღვის პირას ვნახე. საღამოს აქვთ ხოლმე სურნელი. ყირიმშიც იზრდება ასეთი ყვავილები. ტაბაკი ჰქვია. აქ კი ვერსად ვიშოვე. არომატი უბრალოდ საოცარი აქვს. ამ ვარდებს კი საერთოდ არ აქვთ სურნელი. აი ამ ფერის ყვავილები ახლავე გაჩვენებთ. მათ შეფერილობას. სურნელოვანია. აქ ერთი ყვავილიც არის, რომელსაც სურნელი აქვს. მაგრამ უკვე დაჭკნა. ვერც მივწვდები. ყველაფერი ეკლიანია. ყველა სახის თევზს იჭერენ, რასაც კი მოისურვებ. ასე რომ ლამაზი არ სურნელობს. საერთოდ კი აქ წარმოუდგენელი სილამაზეა. ნამდვილი ოკეანეა. ხმელთაშუა ზღვა ძალიან დიდია. აქ ყველანაირ თევზს იჭერენ, რასაც კი მოისურვებ. იქ მოშორებით ელექტროსადგურიც ჩანს. ამბობენ, რომ მას რაღაც კავშირი აქვს ახმედოვთან. მისი მუშაობისთვის დაბალი ხარისხის ქვანახშირს იყენებენო. დანარჩენ სახლებში ხალხი ცხოვრობს. ჩემი სახლი ზღვასთან ყველაზე ახლოს დგას. ამის გამო რომელიღაც მერი დააპატიმრეს, მაგრამ სახლი დარჩა. რატომ არის ის ექსკლუზიური? ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. უბრალოდ მინდოდა, რომ ნაკლები ხმაური ყოფილიყო. აქ კი მხოლოდ ზღვა ხმაურობს. აი ამ ბეტონის ჯებირების გამო პატარა ტბორები წარმოიქმნება. მათში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსია. მაშინ როცა ზღვაში ვფიქრობ ჯერ 24 გრადუსზე მეტი არ იქნება. ახლა გარეთ 27 გრადუსია.